მოგესალმებით ვარ აკაკი. აკაკი ინასარიძე ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებ ბიბლიაზე. თუ რა არის ბიბლია და როგორ უნდა მოვეკვლოთ ბიბლიას. იმით დავიწყებ, რომ რა არის ბიბლია. ბიბლია არის ისტორიული წიგნი, რაც შედგება ოფიციალურად 66 სხვადასხვა წიგნისგან და ეს წიგნები უმეტესწილად ასახავს ისტორიულ მოვლენებს. ერთი იმით დავიწყებ, რომ არის თუ არა ბიბლია ისტორიულად აკურატული. ვიტყოდი, რომ ბიბლია არის ისტორიულად აკურატული. რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ ბევრი მოვლენა, რაზეც ლაპარაკები არის ბიბლიაში, არის დამტკიცებული მართლა მოხდა. მაგალითად, როდესაც ესეთი ბიბლიის წიგნ გამოსვლაში, ეგზოდუსში, ნათქვამი არის, რომ მოსემ ღმერთისმშობლის გამოყენებით წითელი ზღვა შუაზე გაყო, რომ ღმერთის ხალხი ებრაელები გასულიყვნენ და ფარაონის არმიას გაქცეულიყვნენ და მერე როცა ფარაონის არმია გამოეკიდა მათ წითელმა ზღვამ ისინი ჩაყლაპა და მოკლა, აღმოაჩინეს მართლაც, რომ წითელი ზღვის ფსკერზე არის მართლა ეგვიპტელი არმიის ნარჩენები. მაგალითად, ეგვიპტელი ჩარიოტების ბორბლები. ასევე აღმოაჩინეს ღმერთიშვილის სისხლი და ხორცი. აღმოაჩინეს სოდომი და გამორას განადგურებული ქალაქი. ანუ ძალიან ბევრი ბიბლიური ესეთი რაღაც რაც მოყვანილი არის დამტკიცებული, რომ არქეოლოგებმა დაამტკიცეს, მაგალითად რონ ვაიეტმა დაამტკიცა, რომ მართლა ეს რაღაცები მოხდა. ლექცია მოხდებული, აღმოაჩინეს ღმერთიშვილის სისხლი და ამ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე ლაპარაკობ ამ ლექციაში. ძალიან საინტერესო ლექცია არის, ლაპარაკობ როგორ აღმოაჩინეს ღმერთიშვილი, რომ აღმოაჩინეს ღმერთიშვილის სისხლი უბრალოდ და მისი სისხლი არის ცოცხალი კიდე და სხვადასხვა ფაქტები აღმოაჩინეს ამ სისხლზე, რაც ამტკიცებს, რომ მართლა ღმერთიშვილის სისხლი იყო და ის, რომ ღმერთიშვილმა მართლა დაღვარა თავისი სისხლი, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი ცოდვების პატიება, ცოდვებისგან გამოვისყიდოთ და სამონხეში მოვხვდეთ. ძალიან სხვა საინტერესო აღმოჩენა. ესე იგი, ბიბლია მართლა არის ისტორიული წიგნი. ანუ ვისაც გაინტერესებთ ნამდვილი კაცობრიობის ისტორია, ღმერთზე რაღაცა ინფორმაცია და ისტორიული ფაქტები, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლია. მაგრამ ახლა ვილაპარაკოთ, რომ ბიბლია რა არ არის. ანუ თქვი, რომ ბიბლია არის ისტორიული წიგნი და ბევრი ფასი აქვს მის წაკითხვას, ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის მან, მაგრამ რა არ არის ბიბლიაში? ერთ-ერთი რაც არ არის ბიბლიაში, ოფიციალურ 66 წიგნში, ის არ არის, რომ ძალიან ბევრი წიგნი ბიბლიიდან რელიგიურმა ავტორიტეტებმა ამოიღეს. როგორც ისიც ერთი ლექცია დავდე, რომ შობა ახალი წელი და აღდგომა არის სატანური და მან თქვი, როგორ რომაელმა ეკლესიამ აიღო სატანური დღესასწაულები და გააერთიანა ქრისტიანობაში და თავისი რომაელი ხალხის გული მოეგო და ისინი ქრისტიანები გაიხადა. რომაული სატანური ტრადიცია შეაერთა ქრისტიანობაში და ქრისტიანულ ტრადიციაში. და ამ მაინც რომაულმა, მაგრამ ბევრმა რელიგიურმა ავტორიტეტმა ბევრი ბიბლიის წიგნი გააუქმა. ანუ ეხლა ჩვენ გვაქვს 66 ბიბლიის წიგნი. და იცოდეთ, რომ სატანის რიცხვი არის 666 და ბიბლიის წიგნი არის ოფიციალურად 66. რაღაც უცნაურად ჟღერს, ხო? თუ ბიბლია ღმერთის სიტყვა არის, რატო არის სატანის რიცხვი ბიბლიის წიგნების რაოდენობა? საინტერესო ის არის, რომ ძალიან ბევრი ძალიან საჭირო და საინტერესო ბიბლიის წიგნი, რაც ადრე ოფიციალურად ბიბლიის წიგნად ითვლებოდა, რელიგიურმა ავტორიტეტებმა ამოიღეს. ეს წიგნები არის ტობიასის წიგნი, ტობიტის წიგნი, სოლომონის სიბრძნის წიგნი, ადამი და ევას წიგნი. აი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი, რაც ცხოვრებას წამიკითხავს, არის ადამი და ევას წიგნი, რომელიც ლაპარაკობს ღმერთის ურთიერთობასთან, ადამი და ევასთან, თუ როგორ ცდილობდა სატანა, რომ ადამი და ევა მოეტყუებინა და ღმერთს დაეშორებინა
და რეალურად კაცობრიობის დასაწყისის ნამდვილი ისტორია ამ წიგნში წერია, მაგრამ ეს რელიგიურმა ავტორიტეტებმა ამოიღეს. კიდე ძალიან ბევრი ბიბლიის წიგნი არის, სადაც საინტერესო ინფორმაცია წერია და რელიგიურ ავტორიტეტებს უბრალოდ არ აწყობდათ, რომ ხალხს ეს ინფორმაცია ქონოდა და ოფიციალური კანონიკური წიგნებისგან ამოიღეს. თუ გაინტერესებთ ეს წიგნები, შეგიძლიათ წაიკითხოთ. ამ წიგნების სრული კოლექცია ეკრანზე გამოჩნდება და მეწერება დესკრიფციაში, ქვია A Mighty Wind.com და მაგ საიტზე შეგიძლია მოიძიოთ ძალიან ბევრი დაკარგული ბიბლიის წიგნი, რაც რეალურად იგივენაირად ფასეულია, რაც კანონიკური წიგნები, ან უფრო ფასეული არის. აი ჩემი პირადად ჩემი საყვარელი ბიბლიის წიგნი, ერთ-ერთი საყვარელი არის ადამი და ევას წიგნი. ძალიან საინტერესო არის და ასახავს ღმერთის ურთიერთობას თავის პირველ ქმნილებასთან. აი რეალურად ბიბლიის კანონიკური წიგნების გარდა არის სხვა ბიბლიის წიგნები, ძალიან ფასეული არის. მაგრამ რელიგიურმა ავტორიტეტებმა ამოიღეს. და ამიტომ ხალხს ვუუნები, რომ არ ენდოთ რელიგიურ ავტორიტეტებს, არ ენდოთ თქვენ რელიგიას, არამედ ენდეთ ღმერთს. პირადად ღმერთს. და არ იყო გონება შეგატილები. გონება შეგატილობა არის ძალიან დიდი ცოდვა, იმიტომ რომ იგი ღმერთს ძალიან ზღუდავს. მაგალითად, ერთ-ერთი როგორ შეზღუდეს ღმერთი, იყვნენ ადრე იყვნენ ტორას ებრაელები, ამ ხალხს ერქვა კარაიტეები. კარაიტეები. და რასაკეთებდნენ კარაიტეები? რომ როგორც იცით, პირველი 5 ბიბლიის წიგნი დაწერა წინასწარმეტყველმა მოსემ. ასევე როგორც მოშემ. და ეს ებრაელები, ეს კარაიტეები მარტო აღიარებდნენ ამ 5 წიგნს და მაგის გარდა არაფერს არ აღიარებდნენ. ანუ მაგათი წინასწარმეტყველი, მაგათი ღმერთის არჩეული წინასწარმეტყველი იყო მოშე და მოშემ დაწერა პირველი 5 ბიბლიის წიგნი და აღიარებდნენ მარტო ამ 5 ბიბლიის წიგნს და მეც არაფერს. და რა იყო ამათი შესწომა? ამათი შესწომა ის იყო, რომ ყავდათ ვიღაცა ადამიანი, ვიღაცა წინასწარმეტყველი, კი ღმერთის არჩეული წინასწარმეტყველი იყო ნამდვილად, მაგრამ ყავდათ ეს ღმერთის არჩეული წინასწარმეტყველი მოშე და აღიარებდნენ მარტო მის წერილებს და სხვას არავის. რა იყო მათი შეცდომა? მაგათი შეცდომა ის იყო, რომ აღიარებდნენ მარტო ერთ ღმერთის შეულს და სხვას არავის და აღიარებდნენ მარტო მის ნასწავლს. რეალურად ამ ხალხს, როგორც იცით, იმის გამო რომ მარტო ამ 5 წიგნს აღიარებდნენ და იყენებდნენ როგორც ღმერთის სიტყვას, ძალიან გონება შეგატილები იყვნენ და რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაცია რაც არის ღმერთზე არ იცოდნენ. იმიტომ რომ მარტო ამ 5 წიგნს აღიარებდნენ. მე მაგათვე წამოვიდა სხვა ებრაელები. და ეს ებრაელები აღიარებდნენ მარტო ძველ აღთქმას. და რა იყო ამათი შეცდომაც? ამათი შეცდომაც ის იყო, რომ მაინც უყურებდნენ წიგნებს. რომ მაინც ჩვენ ახლა კარაიტელებს უკეთესები ვართო, იმიტომ რომ ჩვენ ებრაელები ვართო და ჩვენ უფრო მეტი ვკითხულობთო, ჩვენ ღმერთზე უფრო მეტი ვიცითო და მაინც იყვნენ წიგნის კერთაყვანისმცემლობაში. ანუ შეცდომა რა იყო ამათი? რომ იყვნენ და როგორც იცით, კერთაყვანისმცემლობა არის ცოდვა. ერთ-ერთი ცნება არის, რომ არ ჩაიდინო კერთაყვანისმცემლობა და რომელიღაცა წიგნის კერთაყვანისმცემლობა და რომ დაუძახო, რომ ეს არის ღმერთის სიტყვაო და მოშე დაკათავდაო, ეგ არის ცოდვა, იმიტომ რომ რეალურად შენ თუ მარტო წიგნს უყურებ, რომ ეს არის ღმერთის სიტყვაო და სხვას აქედან არ იყურები, ესე იგი ღმერთთან შეხება არ გაქვს და ღმერთთან ხარ ძალიან შორს. და რა არის ერთ-ერთი მთავარი ცნება? ერთ-ერთი მთავარი ცნება არის მათე 22-ში 26-27 შეწერია მოძღვარო ღმერთის შულს კითხეს, მოძღვარო რომელია შულის მთავარი ცნება. და ღმერთის შულმა მიუგო მას, გიყვარდეს უფალი, ღმერთი შენი მთელი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. და მეგობრებო, კითხვა ის არის, რომ ეს ებრაელები რომ მარტო ძველ აღთქმას კითხულობდნენ, როგორ შეიძლება თქვა რომ ღმერთი უყვართ, როცა რაღაცა წიგნებთან უფრო დიდი შეხება ჰქონდათ ვიდრე ღმერთთან. ან რეალურად ღმერთის ხმა არ ესმოდათ, ღმერთის კითხვებს არ უსვამდნენ, რამა კითხვა გაუჩნდებოდა თუ არა, როგორ კარაიტელები მივიდნენ თავის 5 წიგნთან
სხვა ებრაელები მომავალში მივიდოდნენ მარტო ძველი აღთქმის წიგნებთან. და ამ წიგნების გარდა, თავის რელიგიის გარდა, ღმერთთან შეხება არ ჰქონდათ. და როგორ უნდა ქონდეს ღმერთთან ადამიანის შეხება? ღმერთმა გამოგზავნა თავისი სული წმინდა, ასე მესწრებული როგორც რუახ ჰაკოდეშ, რაც ითარგმნება ქართულად როგორც სული წმინდა. წმინდა ქარია, ესე ვთქვათ. და ღმერთმა იგი გამოგზავნა, რომ ჩვენ სიმართლე გვასწავლოს. აი იოანე 14 ტექსტში წერია, ხო მამას და მოგივლენ სხვა ნუგეში მსახურს, რათა იყოს თქვენთან უკონისამდე. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყმარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. ანუ ამით ღმერთის შვილმა გითხრა, რომ იგი გამოგზავნიდა სული წმინდას და სწორედ ეს სული წმინდა გვასწავლიდა ჩვენ. აი ორ კორინთელთა 3:18-ში წერია, ჩვენ კი დაუბურავი სახით, რომ ჭრეთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდაისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ხედავთ, რა წერია, თქვენ ღმერთი იმავე სახედ გარდაისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგანო. ანუ ბიბლია, ახალი აღთქმის ბიბლია გეუბნებათ, ეს არის ღმერთის შვილის, ანუ მსახურების სიტყვები და ღმერთის მსახურების სიტყვები. აი ორ კორინთელთა წიგნში წერია, ახალ აღთქმაში, რომ უფლის სულიო გასწავლით ღმერთის ნებასო. უფლის სულიო გადაგიყვანთ ღმერთის ხედვაშიო, უფლის სული დაგაყვალიანებთო. და რატო? აი იოანეს წიგნში წერია, იოანე 16:13-ში, ღმერთის შვილი იძახის, რომ ხოლო როდესაც მოვა იგი ჭეშმარიტების სული, ანუ სული წმინდა, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ, ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ანუ ღმერთის შვილი გეუბნებათ, რომ სული წმინდამ იცის ღმერთის ნებაო, იმიტომ რომ ღმერთთან ერთად არსებობს და ეს სული წმინდა გასწავლით ღმერთის ნებასო. ანუ მეგობრებო, ამ ებრაელების შესწავლა ის იყო, რომ თავის წიგნების კერპთაყვანისმცემლობაში, მაგრამ სული წმინდით რო არ იყვნენ შევსებული და ღმერთთან ურთიერთობა არ ქონდათ სული წმინდის მეშვეობით, რეალურად ღმერთის ნება არ იცოდნენ. და მაგიტო იყო, რომ სამოვიდა ღმერთის შვილი, ძალიან ბევრი ებრაელი გააკრიტიკა. იმიტომ კი არა, რომ ებრაელობაში რამე ცუდი არის. იმიტომ რომ ისინი თავის ტრადიციით უფრო გართულები იყვნენ თავის აზრით წმინდა წიგნებში, ვიდრე რეალურად ღმერთთან ურთიერთობით. იმიტომ რომ მათ რო ერთხელად ღმერთისთვის ღმერთო შემოსო სული წმინდით და სული წმინდა ღმერთის ხმა გამაგებინოს და ამით მასწავლოს. ისინი იმ შესწავლებს არ დაუშვებდნენ, რის შესწავლების გამოც ღმერთის შვილმა იგი გააკრიტიკა. ღმერთის შვილი აკრიტიკებდა ამ ხალხს, არა იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ. იმიტომ რომ კერპთაყვანისმცემლობაში იყვნენ თავის რელიგიის, მაგრამ ღმერთთან შეხება არ ჰქონდათ. ხვდებით, ანუ ამ ხალხის შესწავლა ის იყო, რომ იყვნენ თავის რელიგიის კერპთაყვანისმცემლობაში, მაგრამ სული წმინდას შეკითხვებს არ უსვამდნენ და სული წმინდა რომ მათში არ ცხოვრობდა. რეალურად მათ შეხება არ ჰქონდათ ღმერთთან. ანუ ეგონათ რომ ღმერთის ნება ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ წმინდა წერილები გვაქვს და მოსე იყო ჩვენი წესამეტყველიო, ეს იყო ღმერთის არჩეულიო და მან ესენი გვასწავლაო და თუ გინდა მისი ნება ვიცოდეთო, ჩვენი წიგნები ვიკითხოთო და ღმერთის ნება გვესწინებაო. მაგრამ ღმერთის შვილი მოვიდა თვითონ და ჩემი ნება არ იცით და ჩემი შვილები არ ხართო, ეგრე უთხრა. ანუ შესწავლა ამათ ის იყო თავის რელიგიის კერპთაყვანისმცემლობა და ის რომ სული წმინდასთან, ანუ ღმერთის სულთან ურთიერთობა არ ჰქონდათ, რომ ღმერთის ხმა გაიგოთ სული წმინდის მეშვეობით და რეალურად ღმერთის ნება ამით გაიგოთ. ბიბლია ასევე პირველ კორინთელთა 3:16-ში გეუბნება, რომ ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში. ანუ ღმერთმა პირველად შექმნა როგორც მისი ტაძრები, რომ სული წმინდით შეგვავსოს, ღმერთთან ამით ურთიერთობა გქონდეს, ღმერთის ხმა გავიგოთ და ამით ღმერთმა თავისი ნება გაგვაგებინოს. აი ხალხი მეკითხება ხოლმე, რომ ამდენამე საიდან იგებო? ბევრი რამენაც გავიგე სული წმინდასგან. იმიტომ რომ ღმერთს თხოვე, რომ ღმერთო შემოსო შენი სულით ხო და მქონდა ეგეთი გამოცდილებები, რომ ღმერთო შემოსო თავის სულით და ღმერთს უსვამდი გონებაში კითხვებს, ღმერთი ჩემ კითხვებს პასუხობდა და ამით ზამბრიამე ვისწავლე.
და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღესდღეობით ღმერთის სახელით ახდენს სასწაულებს, მართლა არის შევსებული სული წმინდით და ამით აკეთებს სასწაულებს. მაგრამ გადავიდეთ ბიბლიაზე, სრულად ბიბლიაზე, ანუ ახალ აღთქმაზე. ვახსენეთ, რომ ზოგი ადამიანი იცავდა მარტო პირველი 5 ბიბლიის წიგნს, ზოგი იცავდა მარტო ძველ აღთქმას და ეს იყო მაგათი შეცდომა. აბა რა არის ქრისტიანების შეცდომა? ის არის, რომ არიან ახალი აღთქმის კერტაყვანისმცემლობაში. და რეალურად ღმერთთან შეხება არ აქვთ. და რატოა ესე? იმიტომ რომ როგორც იყო ჯერ ხალხი, ვინც იცავდა მარტო 5 ბიბლიის წიგნს, რომ ეს მოსემ დაწერაო, ეს ღმერთის შეეული იყო, მერე იყვნენ სხვა ებრაელები, რომ მარტო ძველ აღთქმას იცავდნენ. ეხლა ქრისტიანები იზახიან, რომ ხო, ღმერთმა თავის შვილი გამოგზავნაო და ეს იყო ღმერთის შეულიო და ღმერთის შვილის სიტყვები წერია ახალ აღთქმაშიო, ესე იგი ახალი აღთქმა არის ღმერთის სიტყვა. და არიან ამ წიგნის კერტაყვანისმცემლობაში და ამ კერტაყვანისმცემლობის გამო უშვებენ ცოდვას, უშვებენ შეცდომას. მეგობრებო, თქვენ რა გონიათ? თქვენ ღმერთს რა ურჩევნია, რომ თქვენ დაждდეთ და წიგნი წაიკითხოთ, თუ მას დაუსვათ კითხვები? ღმერთს ურჩევნია, რომ სული წმინდით შეგავსოთ, რომ სულ წმინდას დაუსვათ კითხვები, რომ სულმა წმინდამ გასწავლოს ღმერთის ნება. კი, ბიბლიაში, ყველა ბიბლიის წიგნში არის რაღაც ფასი, რაღაცა ფაქტები წერია და იმაშიც გადახმებით, რომ მაგალითად სახარებაში, ანუ მათეს სახარებაში, იოანეს სახარებაში მართლა წერია ღმერთის შვილის სიტყვები, რომ ღმერთის შვილმა რაღაც სიტყვები თქვა და ეს სიტყვები მისმა მოციქულებმა ჩაიწერეს, გახდა ისტორიული ფაქტი და რაღაცა გაინტერესებთ იმ ღმერთზე, მართალია რომ შეგიძლია წაიკითხოთ სახარება და ღმერთის ნება გაიგოთ. მაგაში გადახმებით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს არის ძალიან მოკლე ნაწილი, ანუ ღმერთის ძალიან მოკლე ნაწილი არის, ძალიან პატარა ნაწილი არის. ანუ თუ გინდათ რომ ღმერთი შეისწავლოთ სიღრმისეულად, შეისწავლოთ მის სამეფოზე რაც შეიძლება მეტი და მის ნებაზე რაც შეიძლება მეტი, ჭირდება სული წმინდა. ხებით? აი ძალიან ბევრი ახალი აღთქმის, იმიტომ რომ ქრისტიანები იშვებენ იმ ცოდვას, რომ არიან ახალი აღთქმის ბიბლიის წიგნების კერტაყვანისმცემლობაში და მოგიყვანეთ ახალი აღთქმის ბიბლიის წერილები, რაც იზახის, რომ ჩვენ ჭირდება სული წმინდა, იმიტომ რომ თვითონ სული წმინდა არის ჩვენი მასწავლებელი. და მეგობრებო, კი მართალია, რომ ბევრი ღმერთის შვილის სიტყვა წერია ამ ახალ აღთქმაში, მაგრამ ძალიან ბევრი არის უბრალოდ ისტორიული მონაყოლი. ანუ ძალიან უმრავლესობა, აი 98% რაც წერია ბიბლიაში, არის უბრალოდ ისტორიული ფაქტები და არა ნამდვილი ღმერთის სიტყვები. აი ღმერთის შვილი ასე იზახის წერილებზე. აი ღმერთის შვილი იოანე 5-ში იზახის ამას. რომ წერილთა აი ღმერთის შვილი აკრიტიკებს ამ ხალხს, ვინც ღმერთს ეძებს წერილებში, ეუბნება ამას, რომ წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გონიათ, რომ მათში აქვთ საუკუნო სიცოცხლე, მაგრამ სწორედ ისინი მოწოვენ ჩემთვის. ანუ აქ ღმერთის შვილი აკრიტიკებს, რომ თქვენ ღმერთს ეძებთ და მარადილ სიცოცხლეს ეძებთო, მარადილ სიცოცხლეს ეძებთო ბიბლიის წიგნშიო, ანუ ძველი ბიბლიის წიგნშიო. მაგრამ არ არის ამაში სიცოცხლეო. ან წერილში არ არის სიცოცხლე. ბიბლიაში ასევე იზახის ღმერთის შვილი, აი ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა გამოგზავნა თავისი სიტყვაო, ანუ გამოგზავნა თავისი სიტყვაო, და თავის სიტყვით გააკეთა სამყაროო. მაგრამ ბიბლიაში ღმერთის სიტყვები არის ძალიან ცოტა. ანუ უმრავლესობა ბიბლიაში რაც წერია არის უბრალოდ ისტორიული ფაქტები, რომ მოხდა ეს. რომ ამან ეს გააკეთა, ამან ის გააკეთა. მეგობრებო, უმრავლესობა ბიბლიაში რაც წერია არის ვიღაცა გარყვნილი ხალხი არის, ვინც იდნენ ცოდვებს. და მე ღმერთი ამ ხალხს ჯის. ანუ უმეტესობა რაც წერია ბიბლიაში არის, რომ ვიღაცა ხალხი აუჯანყდა ღმერთს, ღმერთმა მე ეს ხალხი დასაჯა, მე მოვიდა ახალი ხალხი, ახალი თაობა, ის ხალხი აუჯანყდა ღმერთს, ღმერთმა დასაჯა. ეგ არის ბიბლიის ძალიან დიდი ნაწილი. და ის კი მართალია, რომ ახალ აღთქმაში უფრო მეტი ცხებული ნაწერები წერია, ანუ ბევრმა ღმერთის სახურმა, ვინც დაწერა ახალი აღთქმა, მართალია, რომ მართლა სული წმინდით იყო შევსებული და სული წმინდა ასწავლიდა მათ და სული წმინდა ემუნებოდა თუ მათ რა ეთქვათ. მაგრამ ეს ასევე ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ეს მართალი იმიტომ იყო, რომ სული წმინდა ასწავლიდა მათ და არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც ბიბლია ღმერთის სიტყვა არის.
ანუ ეს ფაქტი იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ ღმერთს უნდა, რომ ხალხი შეავსოს სული წმინდით, რომ სული წმინდით ასწავლოს ხალხს. და ერთ-ერთი დიდი ცოდვა რაც არის, რომ ეძახიან ბიბლიას ღმერთის სიტყვას. მეგობრებო, ბიბლია არის უბრალოდ ისტორიული წიგნი, რომელიც დაწერა ხალხმა და შეიცავს ზოგ ღმერთის სიტყვას. ზოგ ღმერთის სიტყვას. უმეტესობა არის ისტორიული წიგნი. მეგობრებო, ერთი კითხვა ჩდება, რომ აი ერთი წერია მოციქულთა საქმე 11-ში, რომ მოციქულებმა და იუდაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. ანუ აქ მეგობრებო წერია, რომ ხალხმა მიიღო ღმერთის სიტყვა. ამით კი არის იძახიან, რომ ხალხმა ბიბლია მიიღო, არამედ წმინდა წერილები მიიღო. აქ წერია, რომ ღმერთმა მიიღო სული წმინდისგან ხალხის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. რომ სწორედ ეს არის ღმერთის სიტყვა. ღმერთის სიტყვა არის იმას, რასაც ღმერთი იტყვის. ღმერთის სიტყვა არის იმას, რასაც ღმერთის შვილი იტყვის. ღმერთის სიტყვა არის იმას, რასაც სული წმინდა იტყვის. მაგრამ უბრალოდ რაღაც წერილი რო წერია, ეგ ღმერთის სიტყვა არ არის. ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი რაც წერია ბიბლიაში, უბრალოდ წერია ადამიანის დაწერილი და ბიბლიაში არის ძალიან ბევრი შეცდომა. ძალიან ბევრი რამე წერია ბიბლიაში, რაც არის არაკონსისტენტური. მაგალითად, ერთ ბიბლიის წიგნში წერია, რომ აი იმ კაცმა, ვინც უღალატა ღმერთის შვილს, მან თავი ჩამოიხრჩო, ერთში წერია სულ სხვა რამე. ეს იმას ამტკიცებს, რომ ეს ისტორიული წიგნი არის, რომ ერთმა ადამიანმა ესე ახსოვდა, ესე დაწერა, მეორე ადამიანს ესე ახსოვდა და ესე დაწერა. ძალიან ბევრი ესეთი ინკონსისტენცია არის ბიბლიაში, ძალიან ბევრი ესეთი შეცდომა არის, ძალიან ბევრი ისეთი რამე არის, აშკარად ადამიანმა დაწერა და არა ღმერთმა თვითონ და რეალურად ძალიან ბევრი შეცდომა არის, ამიტომ თუ გაინტერესებთ მართლა რა არის მარადიული სიცოცხლე, ისწავლეთ ეს სული წმინდისგან. აი გალატელთა 6:8-ში წერია, ეს წერია, რომ ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის რწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნე სიცოცხლეს. და ბიბლია არის ხორციელი, ვინაიდან ის დაწერილი არის ხალხის მიერ და არის ხორციელი. კი მართალია, რომ ზოგმა ვინც დაწერა, მართლა იყო შევსებული სული წმინდით და მართლა ესმოდა ღმერთის ხმა და ის დაწერა, რაც ღმერთმა უთხრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასწერია, დაწერა ღმერთის სახურება. ბევრი ასწერია დაწერა უშუალოდ ადამიანებმა, ვინც უბრალოდ ისტორიულ ფაქტებს იწერდნენ და თავის გაგება, თვითონ როგორც გაიაზრეს ეს ფაქტები, ისე დაწერეს და ეს არ არის პირდაპირ ღმერთის მიერ განმარტებული ფაქტები. ამიტომ თქვენ თუ გაინტერესებთ ღმერთის ცნება რა არის, ღმერთს გთხოვოთ, რომ ღმერთო, მინდა შეიძლება გავიგო, ღმერთო გთხოვ, რომ შემოსულ სული წმინდით და გაიგებთ სული წმინდით ან ღმერთის ხმას და თვითონ ღმერთი გასწავლით თავის ნებას. კი მართალია ბიბლიაში წერია ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ყოველთვის რო წაიკითხოს, მაგრამ იმის თქმა, რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა, არის სოდვა. არის ბიბლიის კერტოფონისმცემლობა და აქ წერია ამ წიგნში მოციქულთა საქმეში, რომ მოციქულებმა და იუდაში ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღმერთის სიტყვა. აქ არ წერია, რომ წარმართებმა მიიღეს ბიბლიაო. მეგობრებო, ბიბლია არ არის ღმერთის სიტყვა, ბიბლია არის წიგნი, რომელიც შეიცავს ზოგ ღმერთის სიტყვას. კი, ბევრი ფასი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი არის, რომელიც უფრო მეტ ღმერთის სიტყვას შეიცავს, ძალიან ბევრი წიგნი არის, რომელიც ბევრად უფრო ცხებული არის ბიბლიაზე. მაგალითად, ერთი წიგნი არის ქვია Rick Joyner's The Final Quest და Rick Joyner's The Call. სადაც ერთი ქრისტიანი არის, ღმერთისახური არის, Rick Joyner-ი, რომელსაც ღმერთი წაიყვანს სამოთხეში, აჩვენებს სამოთხე როგორი არის, შეახვედრებს სხვადასხვა ადამიანებს და ეს ადამიანები ასწავლიან თუ აი მე ესა ვიცხოვრე ამ სამყაროში და ეს რა ვიცხოვრე, ამიტომ მოხდი სამოთხეში ამ სხვადასხვა დონეზე. ანუ რეალურად სამოთხეში ღმერთს ხვდება ეს Rick Joyner-ი და ღმერთი ასწავლის თავის ნებას, ღმერთი ახვედრებს სხვადასხვა თავის სახურებს და ეს თავის სახურები თავის შეცდომებს უზიარებენ, ასწავლიან, თავის სტრატეგიებს უზიარებენ, ასწავლიან და ბევრად უფრო ცხებული არის ვიდრე ბიბლია, იმიტომ რომ მართლა შეიცავს ღმერთის სიტყვას, მართლა შეიცავს
სამოთხის სასწავლებელ გამოცდილებას. თქვენს თუ გინდათ რომ ესეთი რაღაც სასწავლებელ გამოცდილება გქონდეთ, გჭირდებათ სული წმინდა, რომელსაც ვერც ბიბლია ვერ მოგცემთ, ვერც ეკლესია ვერ მოგცემს, ვერც მამაო ვერ მოგცემს, მარტო მოგცემს სული წმინდა, ღმერთის სული წმინდა. ეს სული წმინდა არის ქალი, არის ღმერთის ფემინური სახე, ძალიან მიყვარს იგი. იმიტომ რომ ერთხელ როცა ძალიან სულ დღეში ვიყავი, იმიტომ რომ ხალხი ძალიან ცუდად მომექცა, დამეხმარა, ჩემში ცხოვრობდა და მასწავლიდა რომ როგორ მოგცულიყავი, რომ სიტუაციიდან გამოსულიყავი. გამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილი არის, ძალიან მოსიყვარული არის და მას ეძახიან დედა სიბძნეს. სული წმინდას ეძახიან დედა სიბძნეს. და ნუ იგი ძალიან მიყვარს და ძალიან ბრძენი არსება არის. და თქვენც მინდა რომ ეს სიბძნე გაგეზიარო და ეს სიბძნე გასწავლოს. ერთ-ერთი ვიდეო დადო ერთმა ღმერთის მსახურმა. ღმერთმა ესეთი ხილვა მისცა მას, რომ არის სამოთხის კარიბჭე, არის სამოთხის შესასვლელი და იქ ცდილობენ ხალხი რომ შევიდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ვერ შედის. და რატო ვერ შედის? იმიტომ ვერ შედის, რომ ბიბლიას წერია რა ესეთი ის არის, რომ გიყვარდეს ღმერთი თელი შენი გულითო და შენ თუ ბიბლია გიყვარს, შენ თუ ბიბლიას ეძახი ღმერთის სიტყვას და შენ გირჩევნია რომ ბიბლია წაიკითხო, ვიდრე ღმერთთან რეალური ურთიერთობა გქონდეს, ესე იგი შენი ბიბლია უფრო გიყვარს ვიდრე ღმერთი. შენ ბიბლიაში რაც წერია უფრო დიდ ფასს აწვდი, ვიდრე ნამდვილ ღმერთის სიტყვებს, რაც მოდის სული წმინდისგან და თვითონ ღმერთისგან. ანუ აქ ერთი ადამიანი არის, ცდილობს რომ შევიდეს სამოთხეში და ღმერთის ანგელოზები ეუნებიან, რომ თუ გინდა სამოთხეში შეხვიდეო, შენი გულიდან ყველაფერი რაც ხორციელი არის, უნდა ამოიღო. რომ სულიერი იყო, იმიტომ რომ გალატელთა წიგნში გვიწერია, რომ ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. ანუ თუ გინდა რომ სამოთხეში მოხვდე, ჭირდება სული წმინდა, რომ სულიერად იცხოვრო. მაგრამ ბიბლია არის ხორციელი და როდესაც ცდილობს ეს კაცი რომ შევიდეს სამოთხეში, ანგელოზები ეუბნებიან, რომ ეს ხორციელი ბიბლია უნდა მოიშორო, იმიტომ რომ დაწერილი არის კაცთა მიერო, უბრალოდ ისტორიული წიგნი არისო. და ეს კაცი არა, ეს გინდა თუ არა ღმერთის სიტყვა არისო, ეს ძალიან მიყვარსო, ამის გარდა ვერ ვიცხოვრებო და ანუ თავის ბიბლია უყვარს. ანუ არის ამ ბიბლიის კერდაყვანისმცემლობაში უფრო ვიდრე უყვარს ღმერთი და ამის გამო სამოთხის სამეფოში ვერ შედის. და სამოთხეში ვერ შედის და მოწყენილი მიდის. და თქვენც რო ეგრე არ დარჩეთ, თქვენც რო სიკვდილის მერე შოკში არ დარჩეთ, რომ დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანი მოკვდება, იგი გაიგებს რო არის სიმართლე და თუ ეხა არ მომისმენ და არ დამიჯერებთ და მაინც გინდათ რომ დაიჯერებთ, არა გინდათ თუ არა ჩემო მამაო მითხრა რომ ბიბლია ღმერთის სიტყვა არისო, არა ჩემი რელიგია ეგრე მეუნებაო, ანუ თქვენი რელიგია ქრისტიანობა უფრო გიყვართ ვიდრე ღმერთი, რეალურად შეხვდეთ თუ არა სამოთხის სამეფოში, ეგ არის გასაკვირი, ეგ არის საკითხავი. თუ თავარია ღმერთი გიყვარდეს და ცდილობდე ღმერთის სიმართლე გაიგო და ღმერთის ნება გაიგო, ვიდრე გიყვარდეს შენი რელიგია. რომ შენი რელიგია და შენი ტრადიცია თუ უფრო რაც დაბუზნებული არის კაცთა სწავლებებზე, უფრო გიყვარს ვიდრე ნამდვილი ღმერთის სწავლება, სამოთხის სამეფოში ვერ მოხვდები. და ამიტომ ამ კაცისავით რო არ მოხვდეთ, რომ სამოთხიდან არ გამოვაგდონ, სამოთხის სამეფოდან არ გამოვაგდონ, გირჩევთ რომ მართლა ღმერთი იძიოთ. და ეგრე არიან ზოგი ისლამური ტერორისტი არის, თავის ტრადიციას იცავენ, რომ ეგრე ასწავლიან, რომ თუ წახვალო და ქრისტიანებს მოკლავო, თავს აიფეთქებო სამოთხეში მოხვდებიო, და ეგრე რომ ასწავლიან, უბრალოდ იჯერებენ, როგორც თქვენ იჯერებთ ქრისტიანობის, ისინი იჯერებენ თავის ტრადიციას, მიდიან და ხალხს ყავენ, რომ გონიათ სამოთხეში მოხვდებიან. მაგრამ მოხვდებიან სამოთხეში კრელები? რაღაც ამბონია. ხო? ამიტომ აი ყველას თავის სწორი გონია, მუსლიმს თავის სწორი გონია, იუდაის თავის სწორი გონია, ქრისტიანს თავის სწორი გონია, ყველა თავის არგუმენტს მოიყვანს. ფაქტი ის არის, რომ ყველა სამ რელიგიას თავის წინასწარმეტყველი ყავდა. ებრაელებს ყავდათ მოსე, ქრისტიანებს იაჰუშუა, ასევე სრობილი როგორც იესო, ისლამებს ყავდათ მუჰამედი და ეს სამივე ადამიანი იყო ნამდვილი ღმერთის რჩეული ადამიანი. ვინც სულიწმინდით იყო შევსებული და ღმერთის ხმა ესმოდათ.
ანუ ეს სამივე რელიგია არის მართალი. მაგრამ სამივეშია სიმართლე და სამივეშია ტყუილი. და თქვენ თუ გინდათ გაარჩიოთ რა არის ამ სამივე რელიგიიდან სიმართლე და სამივე რელიგიიდან ტყუილი, ბიბლია კი არ ჭირდებათ სული წმინდა, რომ სული წმინდამ გაგაგებინოთ ღმერთის თქმა და გაგაგებინოთ ღმერთის ნება. გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ბედნიერებას და გნახავთ შენო ლექციაში. ნახვამდის.